გამარჯობა. დღეს არის ცუცხიანი კვირა. კვირა დღე და დღეს გვაქვს შემდეგნაირი გეგმა. ეს ვრანგლერი უნდა გავაცოცხლოთ. წავიყვანოთ და შევუცვალოთ ზეთი. შესაბამისად ფილტრი და ჰაერის ფილტრიც. ზეთის ფილტრიც და ჰაერის ფილტრიც. სერგი რა სიტყვი? რა სიტყვი? მაგრამ მეზარება ამასთან სტარება. ასეთ ვიზუალზე არის ავტომობილი. ცოტა დასვრილია, მაგრამ იმის ბრალია, რომ ეს ბოლო დრო ეყენა. თუმცა არა უშავს. დღეს ყველანაირად გავრეცხავთ, მოვაწესრიგებთ და გავამზადებთ, იმიტომ რომ ზამთარი უკვე მოვიდა, რასაც ქვია, ყინავს და მინუსი არის, რომ უკან არ გვაქვს აი ეს ეგრეთ წოდებული ფანჯრები. რატო არ გვაქვს სერგი გვეტყვის? რატო არ გვაქვს? არ ჩამოხვა. რაც შეეხება უშუალოდ შიდა ინტერიერს, ესე რომ ვთქვათ, ჩვეულებრივ ვრანგლერი არის, არც რუბიკონი ან რაიმე სპეციალური პაკეტი, ეს არის სპორტ, ხო, ეგრე ქვია, ხო? სპორტი, ვრანგლერ სპორტი. მოდიფიკაციებს რაც შეეხება, ეს მონიტორი, რაცაც ახლა ხედავთ, ჩვენ დავაყენეთ. მე პატრონემ დააყენა. ჩვეულებრივ aftermarket-ი არის, თუმცა საკმაოდ ფუნქციონალი აქვს. საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს, ესე უნდა ვთქვათ. შეგიძლია ჩვენად Bluetooth დააკავშირო, Maps-აც აჩვენებს, ტელეფონის სავარი დოლა შენთვის CarPlay აქვს. ხო, CarPlay აქვს, რომელიც სამწუხაროდ ჩემს C53-საც კი არა აქვს, რატო არ ვიცი. ხო, სხვა მხრივ რაც შეეხება, საჭე აი ესეთი, ჩვეულებრივი, არაფერი განსაკუთრებული. გადაცემათა კოლოფის ეს ქართულად რა ქვია მას, ყულისა, ხო მე მგონი თუ? მოკლედ. ესეთი შეცვლილია? ანუ რაიმე სპეციალურია თუ? არა, просто დედა ქონდა წინასწარ. ხო და შეცვალეს. სხვა მხრივ, აი აქ რა უნდა იყოს სერგი, აი ეს რა არის? ეს ხიდებისა. просто მოჭრილია, იმიტომ რომ ვრანგლერში რატომღაც ვერ დაშლი ამ ნაწილს თუ არ მოხსენი ხიდების გადამრთველის თავი და არ ეხსნება, უნდა მოჭრა. ისე ზოგადად ამ მანქანას კონკრეტული ეს რა პაკეტიც არის, ძალიან უხდება, რომ აქვს ამას როგორ ეწოდება ამ ჭერს? soft top. soft top-ი, ეგრეთ წოდებული, ანუ ეგ ნიშნავს, რომ ვინც ვრანგლერი არის ის, ესე რომ ვთქვათ, ანუ ეს ჭერი ზემოთ რასაც ხედავთ, ნაჭერია. ხო, ნაჭერია თუ როგორ არის? ნაჭერია. ხო, ნაჭერივით რაღაც მატერია. ეს ნაჭერი შეგიძლიათ გადახსნათ ძალიან მარტივად, სხვათა შორის, ოღონდ კომფორტს არ უნდა ელოდებოდე. უნდა ელოდებოდე, რომ ყავს ურემი ძრავით. როგორ? ყავს ურემი ძრავით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩავასხათ შიგნით ხადოს ზეთი, საკმაოდ ხარისხიანი ზეთებია. ზოგადად ეხლა რეკომენდაცია და რაღაც ჩვენგან არ ჭირდება, ისედაც ძალიან ცნობილი ბრენდი არის, თუმცა უმეტესად საქართველოში იცნობენ ამ ზეთს როგორც რაღაც ძრავების გადამჩენელი და ასე შემდეგ და ჩვენ გამოცდილება გვაქვს, მე პირადად ჩამისხამს ჩემს ამ ავტომობილებში და ვნახოთ, მოვედით ახლა, ეს არის, მათ აქვთ მაღაზია ბელიაშვილზე. მივალთ, აგვარჩევინებენ ზეთს და უკვე შემდეგ ჩავასხამთ. ზეთის ფილტრი უკვე შეძენილი გვაქვს აქ ადგილზე, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ აქვთ ზეთის ფილტრები. თუმცა ჩვენ უკვე შევიძინეთ. აი, ბელიაშვილზე ეს ადგილი ალბათ ყველა მიცით და აი, აქ არის ხადოს მაღაზია. მოკლედ ეს არის უკვე მაღაზია, სადაც ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ. აქვთ როგორც ზეთები, ძრავის ზეთები, ასევე გადაცემათა კოლოფის ზეთები, აქვთ სხვადასხვა საფოხი მასალები. მოკლედ ავტომობილისთვის თითქმის ყველაფერს აარჩევთ. ესენი არის საკმაოდ საინტერესო ლუბრიკანტები, რომლებიც გამოიყენება როგორც ძრავის საწმენდად, ასევე ბენზინის, საწვავის სისტემის გასაწმენდად, ესე რომ ვთქვათ. საინტერესოა მოტოებისთვის სპეციალური განყოფილება, სხვა აქსესუარები და საჭიროების შეგიძლიათ აარჩიოთ მოტოსთვის. აქვთ ჩვეულებრივ დისკების საწმენდები, სალონის საწმენდი.
აი ეს ზეთი შეგვარჩევინეს კატალოგის მიხედვით, მოკეთ რომ მოხვალთ ნებისმიერ მოდელს ეტყვით, რაც ყავთ, კატალოგში ნახავენ ზუსტად რა ზეთი ჭირდება, როგორ ჭირდება და დაგეხმარებიან არჩევაში. ჩვენ 5-20 ავარჩიათ 6 ლიტრი მიდის ამ ძრავში, როგორც ნახეთ, ანუ ერთი ძალიან განსხვავებული რაც აქვს ხადოს, მათ ზეთებს აქვს აი რაღაც სპეციფიკური სუნი, თითქოს რაღაც კბილის სუნი აქვს, აი სუნამოსუნივით არის, აი ვისაც შეხება ქონიათ, ეგრევე მიხვდებით რაზე მაქვს საუბარი. აი ახლა მოვედით ზეთის შესაცვლელად, რომ იცოდეთ მაინც ხადოში ჩვეულებრივად შეიძლება ზეთ, მაგრამ სამწუხაროდ ადგილზე შეცვლის სერვისი ჯერ არ აქვს და აი გლდანში მოვედით ახლა. აი საერთოდ ბოლოში რომ ახვალთ და მოტრიალდებით, აი ეგრევე მარცხენა მხარეს არის ეს სერვისი. Google Maps-იც არის ჩვეულებრივად, შეგიძლიათ ნახოთ, გლანი მოტორსი ქვია. ვცვალეთ ზეთი. მე პატრონი კმაყოფილია, ბედნიერია, არ ეტყობა, მაგრამ მაგარი ბედნიერია ძალიან. ახლა მივდივართ ჩვენს მეგობართან, ძმასთან, ნიკასთან, ქრეშიმენთი ალბათ ბევრმა იცის უკვე საქართველოში. მერსედესებზე მოკლედ ახალ თაობაზე მაქვს საუბარი. ახალზე რა 2007-დან ზემოთ ალბათ. ყველა მანქანზე შეუძლია დაგეხმაროთ W205-ებზე, 213-ებზე, 212-ებზე, აი განსაკუთრებით თავის საქმის პროფესიონალია და რა ვიცი, ჩემგან 100% რეკომენდაცია. ეს არის 2020 წლიანი C53 კუპე. ძალიან კარგი ვიზუალია. სალონში ჩავიხედოთ. LED მონიტორით არის, ხო? დეშბორდი კი აქვს. აბა, გითხარი. როგორი კმაყოფილი ხარ? რავი, BMW-ს ვაწამებს. ტროიკებს ვხტები მეორედან. კი, ყველა ტროიკი. ემის შემშვები, ემის გამშვები რო კონდეს? ეხა უკან ჩაჭრილი მაქვს ვაჩოკები. ხო, ясно. ხო და პლუს 20 ცხენი. ყველაფერი კარგი მივიღე თუ რამე შეიძლება. აი ისე მართლა. აი კუპესთან მიმართებაში როგორი კმაყოფილი ხარ? ეგ უკან ვიჩდება იმას უნდა კითხო საერთოდ, მაგრამ მე ძალიან კომფორტულად ვარ წინ და ვინც წინ იგივე არის, მაგრამ ვინც უკან ჯდება, აი საშინელება არის, ვიცი. იცი ამ დაკითხო, აი ყველაზე ისეთი კითხვა რაც ისმება რა. ცვეთად ნაწილებზე თუ გაქვს პრობლემა, აი რაღაც ოდაჭეს, ანუ შოვა ეგრეთ როი შოვა. ჯერჯერობით ანუ ვაფშე არ შემიცვლია, სიყვარული გითხრა არაფერი საერთოდ. მაგრამ პრობლემაც არ უნდა იყოს. ხო, არა, მანქანა ძალიან ისე არის. ჩამოიყვანე ხო შენ? ხო, ჩამოვიყვანე და ყველაფერი ისეთ მდგომარეობაში აქვს, რომ ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზია. დისკებიც არა, ორიგინალი ესე ჩამოყვა. ძალიან ლამაზია. აი ყველაზე ლამაზი ამ მანქანას რაც აქვს, მე თუ მკითხავ, არის აი ეს უკანა მხარე რა, ძალიან ლამაზია. და ამას ქართულად რესტაილინგს, ანუ ეს რესტაილინგია, რამდენი ცხენი აქვს, ვარ იცი? 396. საკმაოდ ამ მანქანისთვის. კი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ანუ ეხა რაღაც კატასტროფა არ არის, მაგრამ ძალიან კარგად არის.
რა მინდა გითხო, ქალაქში ყველას რაც აინტერესებს, ძმა, წვა რამდენი აქვს? წვა ნორმალური სიარულით აქვს, 15 ლიტრამდე წვავს დაახლოებით, მაგრამ რო ჩავაჭერ 38, 40 დაჟე? ოღონდ ეგ სულ ისე უნდა იარო რა, ხო ხვდები რომ ძალიან აწამო და მართლა პროსტა გზები ეხა რამოდენიმე ჯერ ცადა ეგრეს, ორი ეხა სტანდარტულად წვავს 15-მდე დაახლოებით. 13-დან 15-მდე. ან სალონში ჩავჯდები. ძალიან ლამაზი სალონი აქვს, ძალიან ლამაზი დახვეწილი. მე ცალკე გადავიღოთ ეს. ბაზარი არ არის. ეს უკვე არის სედანი 4-კარიანი C53 2020 წლიანი და საკმაოდ ლამაზი, საკმაოდ კი არა, რა ვიცი, ალბათ. ვიცი, ამაზე თუ ვინმე იტყვის რომ ლამაზი არ არის ან არ მომწონს, ან Mercedes-ი ეზიზღება და მტერია, ან არ ვიცი, სხვა არ მაქვს საზრში. ეხლა მითხარი, რაცაც ვატყობ, აი ეს ქართულად რა ქვია ამ ადგილს, არც ვიცი, აი ეს ventil heads აიგა შეცვლილი და აი რომ მითხო, უბრალოდ როგორი კმაყოფილი ხარ. და ესენი რაღაც მოდიფიკაცია, მოკლედ რაც აქვს, ცოტა გასაგებად. კაროჩე, გაკეთებული აქვს შემშვები, გამშვები, მთლიანი თავის კატალიზატორი, ანუ მთლიანი გამშვები რა ბოლობაჩოკამდე. ინტერკულერიც დიდი უყენია და ეს დაცლის ხმა რო აქვს, ეს ეგეც blow-off-იც უყენია რა, Z. Waste-ის blow-off-ი აქვს. ეგ ხმას ჩავსვა მე, ნახავენ, საოცარი ხმა აქვს. აი ხა ინტერიერზე მითხარი, იმიტომ რომ ანუ რა სტანდარტულია, ყველა მიცით მონიტორი და პრიბორი ეგრეთ წოდებული. და ესენი მოყვა. აი ხა რა აქვს? მოყვა რა, ის გვერდებზე რაც Ambient. პროსტა დამატებული არის ესენი და უკანა სიდენიებზე რაც არის. მაგას საკე გადავიღებ. იცი რა მინდა გითხო? ჩვეულებრივი მენიუ პანელიდან, როდესაც ცვლი ambient lights, colors, pairs, ესენიც ცვლება? მთელი მუღამი ეგ აქვს, რომ აი ქართულივით არის და აბა რაღაც მიდი. შინური არა ვცადო. არა აქვს. აიცა ჩვეულებრივ მე ხა ჩვენ ვართ 6 საათი და დღის შუქი არის და აი ღამე იქნება საოცრება. რამე ძალიან ანუ სალონის მონჩი მაგრამ ღამის ერული ვაფშე სხვა. და იცი რა, ვინმეს რო პროსტა დაინტერესოს რა, რა მაინტერესებს? აი ესენი შენ დამონტაჟი ხო და მთლიან სისტემას დაუვერთე, ხო? კი, ანუ მთლიანი სისტემა ამაზე რესტებზე ეს მოდის, ანუ კაბელი უნდა გაიყონო აქეთ ზაგეთ და აი აქ ერთდება ბოლოს რა. აქ არის ერთი შტეკერი და მაგაზე ერთდება და მანდედან ნაწილდება. ძალიან კაი მანქანა ყავს, ძალიან მომეწონა. ძალიან ლამაზია, აქ დამატებით რა აქვს? მაყუჩების გახსნა. 360 აქვს? კი, 360 აქვს. ხო, ღილაკიზე გითხარი. ქართულად პადვესკას რა ქვია? ამორტიზაციის დახის, ხო, დაგროვება, დახისტება და ეს ღილაკი ბევრმა არის, აი ეს ღილაკი. ბევრი მეკითხება ხოლმე. ეს არის მანუალში შეგიძლია მიცე მანქანას ბრძანება რომ როდესაც ანუ SMG კადა რა ქვია, შიფტერები თრთავ, ან ხო, გადაიტან და ავტომატურად აღარ შეგიძლოს, იმიტომ რომ ზოგადად თუ ეს ფუნქცია არ ჩართე, როდესაც კარობკა ხედავს რომ ამ დააგვიანე ან რაღაც ავტომატურად გეხმარება და კი რაც გამოგჭა, გამშვების ხმა მოგასმენიეთ უკვე ალბათ დავდე და აი ამ გამშვებს აქვს ერთი უნიკალური გამშვებია და ეხა გვეტყვის მე პატრონე რატო არის ეს? ანუ ჩვეულებრივ ხმის გათიშვა რო გინდა, აი C300-ის ხმა შეიძლება კონდეს და აქთან შეგვიძლია აი რა აბაროტიდან გახსნას, ანუ აბაროტი ქართულად არ ვიცი როგორ არის. ხო, აი რომ გახსნას, რამდენი ბრუნიდან გახსნას დროსელი გამშვები. ცოტა რო შეცვალოს, ან რა წნევაზე ტურბინის. ცოტა რო დავეციოთ, ანუ ჩამოვიდა მანქანა ამერიკიდან ესეთი მოდიფიკაციით, რომ იქ ალბათ მე პატრონემ გაუკეთა ეს სისტემა, რომელიც საკმაოდ ძვირი რაც ნახეთ, რაღაც, ну, უკვე დიდ ციფრებზეა საუბარი, მთლიან სისტემას შეცვლილი აქვს და ეს სისტემა დაპროგრამებულია ისე, რომ თავისი აპლიკაცია აქვს, ესე რომ ვთქვათ, და ამ აპლიკაციით შეგიძლია შეცვალო ყველაფერი. კი, ანუ ხმა რამდენზე შეიცვალოს, როგორ შეიცვალოს 3000 ბრუნის მერე და ანუ ეგ ყველაფერი აქვს რა. ძალიან კაი. იცი რა მინდა გითხრა, ეს შეცვლილი სისტემა რა ტეხას მოტრზე როგორ არის? ერთადერთი დახერა არის კატალიზატორი ამას ეყენა და დაუნფაიფით შევცვალე მე რა და მაგაზე გაჭედავენ რომ ანუ დაუნფაიფი ვაფშე იმის გარეშე უყენია რა კატალიზატორის გარეშე. და აი ეს სისტემა რაც აყენია რომ ეყენოს დაუნფაიფთან ერთად პრობლემა არ იქნებოდა კატალიზატორი. ხო, ანუ 4 ვოლტი იჭერს შეცვლი მიიყვან და ანუ არანაირი პრობლემა არ არის რა. ძალიან კაი. აპლიკაციას რა ქვია სახელი ვინმე სტორ დაინტერესოს? Armitrix გამშვებსაც ექვია რა. ну რაღაც ბრენდი ალბათ რაც მე არ ვიცი სამწუხაროდ. ხო რა, მეც რო ჩამოვიდა მაშინ პირველად აი დიდი ფეჩის მილი რო დავიდა ხიქოვი და მაშინ გავა. ძალიან დიდი მე გარეთ ხო ვიყავ, გარედან ხო გადავიღე. ისეთი ხმა აქვს. ცოტა დაღამდა. უკვე შევიკრიბეთ. ეხლა გაჩვენებთ რა მანქანებით ვართ. ეს არის 2021 წლიანი C53-ის კუპე.
აქეთ ყავს E-კლასი, რესტაილინგი, ეს არის GL, აქ უკვე ყავს გელენდვაგენი და ვრანგლერი. უკეთ ეს ადგილიდან დავუთმეთ ჯიპებს. აი უკვე აქეთ ყავს C300, ესეც საკმაოდ ლამაზი. და ეს უკვე ესეც რესტი C53. მთლიანობაში ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა. ხევენ ამ გელიკებს და ბენზინის ფული არა.